არ მელოდით. მე ვაი მე და დეკათით ვიუტი. ვაი მე დეკათით მოვიტეხე ხალხო. მოწმენილი დღეა. დღეს ტურების გადაწმინდის დღე მაქვს, მაგრამ აი ისეთი ქარია. ხო დავაბრა რომ ქარს მაინც შემოიტანს და არ გადავწმინდა. მაგრამ მე მტვერი აღარ აქვია, მაგას მიწაქვია. დაბლაჩავით. გაზი არ არის. მიზეზი არ ვიცით. კიდე კაი წინაზე ლაშა პატარა ბალონი დატენა ის. პატარები 90-იანების გადმონაშთები. საჭმელი კი მქონდა, მაგრამ გასაცხადებლად. ხო და ეგრე. აი მე წეღან ისეთი საყვარლობა ფაქტი ვნახე. არა ეხლა ვისაც ეგ საყვარლება არ იქ. უკვე ხო იცით ჩემი კატა. დედალი კატა თავის შვილებს აღარ ეკარება კი არა და სცემს და უბედურებს. ხო და ის მამალი რომ ყავს შემოკედლები, პატარა რო იყო და რო გავზარდე. ესე იგი. ჯერ ხო ისედაც ვიცოდი და ხედავდი როგორ ვლიდა. ეს მამალი კატა ხალხო. არ ვიცი ისეთი საყვარლობა იყო და წერან გავიხედეთ, კნავილით მოვიდა. ეს აი შეხება რო არ აქვს, ანუ არანაირი მოვალეობის ის არ აქვს რა ამ პატარებთან. ამ მამალმა კატა მოუტანა საჭმელი პატარებს. აი მე. ვაი. აკაზე თუ ისე მილაგდა. ეჰანა. შემოლამაზო პრინცესა გოგო. შენ თვალებს ვენაცვალე გოგო რა ლამაზი ხარ. შორი ნახე რა ლამაზია, შორი. ულამაზეს თვალებია გოგო. უყურე, ეხა უყურე. ჩემი ტკბილი მოსუქდა ცოტა გაიზარდა. მე ჩემი პრინცესა გოგო რა სიცოცხლე ხარ გოგო მიყვარხარ. კაი. აბა ცალაგებს მაგას და გაშკურკარა შემეხავთ ახინახეთ. აი ეს გაშკურკა. აკაცუ. რა ვიცი, ალბათ გამოვიტანთ ამ რაღაცეებს დღეს. ამას მე ვერ აუწევ. ეს მძიმეა, ეს კიდე შეიძლება. არა ესეც მძიმეა. და დავალაკო. ეს სუნი როგორ მოყარს. ეს არის. რა. შენ მაიკერია. შიდა ჩასწმელები ახლები ეს. გაკოცო და წავედი. გაკოცო. ჩემი პრინცესა და წეკი შემოლამაზურკ. ბაბარი ბავშვი არ გამოაგდო. მაგაზე მძიმები არ დადო, რა შეიძლება დაემხოს. წყაისა, გაზი ხო არ მოვიდა? გაზი? ხო. არის? არა, ცხელი წყალი მოდიოდა? არის. ეს ტყუილა მიდევ ესეც უნდა ავიღო აქედან იმტვერება ტყუილა. მე იცი რა სიტუაცია.
Nu არის საიდან დაიწყო, მაგრამ ყველაფერი გასაკეთებელია და აი შენ რო გეზარება, ერთი რა. ეტა ერთი. ძალიან გემრიელად ბეძინა დღეს სიმართლე რო გითხრათ. 10 საათზე გავიღვიძე ქალა. და ამ მომინდების ფონზე დამეზარა თბილისში წასვლა, რომ რვეულები მეყიდა. და ივანისთვის უნდა მეყიდა წიგნები ინგლისურის. დამეზარა და გადავდა ერთი კვირა. რაღაცა მარაგები მაქვს რვეულების. ჯიჯობით იმას გამოიყენებენ. ადე მაიჭინგა საკეთებელი. ასას ესენი წყალიღოთ. მე კენჭისყრა, არჩევნები, რა ქვია მას, მოსაწვევიო თუ რაღაცა. სამჭუაშვილიანა, ხვიჩა, ეს არ არის საჭირო. ეს ივანეს უყიდე და არ იხმარა. მართალია, მაგრამ ეზარება, მაგრამ ერთი ნახევარი საათი სამბავია და მიდი მანანა გააკეთე და წყდარა ჩვი და всё. დაჯექი და გააკეთე რაც გინდა. ეგ ჯობია. ხო, რომელი საათია ხარ დაუნთავრდა? თქვენც ხო გაქვთ? აუ, შუშების საწმენდი მინდა. იცი რატო? აი ხო ხა იწმინდება და რაღაცა გინდა შუშა და ისი გრინვეი სტილო ხომ აქვს მე. მაგრამ ანუ სუნის გამო რა. აი ხარვა ეს ლაშამის ხო გაშკურყა ეხლა და აი რაღაცა ვითომ ტვერი არ არის, მაგრამ ის გაჭის და იმის სუნი არის. კი მიყვარს რაღაცა, მაგრამ ეხლა რაღაცა მომენტში რომ სტუმარი მოვიდეს, ხო? აუ იცი რა, გაჭის სუნიაო ვერ ეთქვა. ხედა მინდა რომ აი თუნდაც ავეჯის საწმენდით და თუნდაც შუშების საწმენდით რაღაცა სასიამოვნო სურნელი შემოვიტანო სახლში. საკმეველი სუნი კი გაახოლ, მაგრამ ეს ფანჯარა და რაღაცა როგორია არის. სეგი, რეფიცები ეს აბლაბუდები ამდენი საიდან მოდიან, აი ყოველ დღე. ამას დავხურა, რომ ერთი დღე მაინც აღარ შემოვიდეს ის ტვერი და უბედურობა. ხოდა, იცი რა მაინტერესებს, ან კიდე თუ შეიძლება თუ აი რატო ბნელა ესე? სურნელისთვის ან რაღაცისთვის რას ხმარობთ ან რას იყენებთ ან რაღაცა, მინდა რომ აი ოთახში იყოს რა რაღაცა სისუფთავის სუნის. აბი როგორ ავხსნი? ანუ ეგ იმიტომ კი არა რომ ყირთა მალა მექნება და ან არეულ და რაღაცა, რომ დავალაგებ ხოლმე და აი რომ გონია რომ ძალიან უნდა რაღაცა იყოს. და თითქოს ვერ არის რა, სრულყოფილი და მინდა რაღაცა სურნელითაც შემოვიტანო ის, ოღონდ არ მინდა კბილის სუნი რამე. მაგიტომ მინდა რომ მაგ ავეჯის საწმენდებით და იმით შემოვიტანო რაღაცა სასიამოვნო განწყობა სურნელი. აი ეს მანქანები არასოდეს არ გამოუყენებია ივანეს თამაშისას. 3 წლის იყო რომ ესეც ქონდა პულტიანი მანქანა და ესეც. პულტები გადავყარე. არასოდეს არ ვთამაშია, მაგრამ ასე წმენდავ და სუვენირად თულაგია. ანუ სტუმარიც რომ მოდის, აი პატარა ბავშვი რაღაცა.
ანუ ეს ორი მანქანა არის ყველასთვის მიუწვდომელი. ეს არის სუვენირი, რომელიც, რა ვიცი, სანამ ედომება, სულ ექნება. მე მინდა რომ გქონდეს. ეს უკულელე. ამაში მივეცი 80 ლარი. ეს არ არის სათამაშო, უკულელია. პატარა გიტარა. დავდიოდი ერთ დროს. სად დავდო ეგ დავდებ თვითონ მიხედავს. ბარბარეს მამას ისინია ყურსაცმენები მოყვა იმას, ხო? ეხა ლაშა მიყიდა ეს ჩემი რომ აქვს ესეთი ტელეფონი ჰონორის. ჩემია ჰონორო 200, ლაშა მიყიდა 400. ხო და ჩემსაც უნდა მოყოლოდა ეს ყურსაცმენები 50 ლარიანები. მაგრამ არ გქონდათ. მარაგში აღარ არისო. და ამიტომ 50 ლარი დამიკლეს ტელეფონზე. ესეც ჩემი ბლოკნოტია. და ეს დათუნი. ეს დათუნია ნინოს ტოლი ვიყავი რომ მქონდა. ამასთან ერთად მეძინა სულ ჩემთან იყო ხოლმე და წამოვიყვანე. არც ერთ ბავშვს ჩემსას ხელი არ დაუდია ეს არის ჩემი დღემდე. ჩემს ოთახში მყავდა ხოლმე, მაგრამ ეხა იქ რო რემონტია გამოვაბრძანე. რაც შეეხება ამ ფაჩუჩებს, ერთი მოგხსოვე, აი ეს მოგხსოვე პირველად იონეზე რო ვიყავი ფეხბურთით და მეორე დამეზარა. და ეს წითელი მოგხსოვე ბარბარეზე რო ვიყავი ფეხბურთით და მეორე დამეზარა. ამიტომ ორივე 20 ამათ. და ასე მიზის ჯერჯერობით ივანეს ოთახში და მერე დაიდებს ბინას ისევ იქ, სადაც წესით და რიგით უნდა იყოს. ეს ერთი ოთახის ტურები ასე თუ ისე მოვიცილეთ. წავიდეთ ახლა საძინებელში ბავშვების გოგოების. უიარა ეს დამრჩა. აქ დამრჩა. კაი, აგუში ვარ დავიზარე და მტვერშას ვიყიდ შემოვიქროლი. აი მე სულ მგონია რომ ეს უნდა დამივარდეს და გამიტყდეს და იმას რა აფხიკავს ეს თურქეთიდან ჩამოვიტანეთ. 30 ამდენი 35 ლარამდე გამოვიდა, მე მგონი ეს რო ვიყიდე. და ახლავებით ხო არ მახსოვს ზუსტად. ან კუბიკებმა ხო ნერვოზი გამიძაფრა. ამას ვარ ხმარობს, ჩავიტანო გავრეცხო. ეს კოჩი ვის უნდა დარატოდევა აქ? სკოჩილა შუაში. ეს პასტა კაი ხო. ეს პროექტი ორშაბათს უნდა წაუღო ისევ ჩემ ძმას. უკვე იწყებენ სახლის აშენებას და სჭირდებათ. ჩასატანი ნივთები დავალაგოთ აქ. აი ეს. ეხლა ეს. რომელზეც ყველაზე ძალიან ეტყობა ხოლმე მტვერი არის ეს. ოღონდ ზუსტად 1 საათში იგივე იქნება ყველაფერი.
ეს არის თოვლის პაპის საჩუქარი. ეს ხო არ ჩავიტანო. ეს ხო იცით ჩემი დამხმარი არის ბოლოს არის საროჭიების რო ხატავ ხოლმე მაგ დროს. და ბიბლიოთეკაში ხო ჩავიტანო. მეგონი ჯობია. აქ არ ვიყენებ. უბრალოდ შემომრჩა მერე და დღეს ხოლობით დამრჩა. ჩასატანი და ხოდა ხა ჩავიტან მისჩევი. ეს ერთი უნდა გაჩვენთ არ გადავივარდე შევგაზ და გახარებას. შემოჯვენა ხელი ხარ. ესეც გადავაგდოთ. აი ეს უნდა გაჩვენოთ. ეს არის მამიდაჩევის ნაჩუქარი. ინგა მამიდას. მახსოვს რომ გათხოვდა პატარა ვიყავით მე პირველ კლასში და მზითვები რომ მიაქვთ ხოლმე ხო იცი? მზითვების წაღების პროცესში ეს გადმოიღო და მაჩუქა. ეს შენ წაიღეო. ხო და ძალიან სათუდად ვუფრთხილდები. იმიტომ რომ ეგ მამიდაჩევის ნაჩუქარი. იმედია არაფერი არ მოუვა სანამ მოდი ეგ დავდებ აქ უფრო დაცული იქნება. ასე. სანამ ჩემს ოთახში შევიტანი ისევ მაგას. დროქნებს და ძაფები მიდევ და შეიძლება გადამომივარდეს. ასე. ესეც ნაგავია. აი ძალიან მაგარი ვაზელინი იყო და გამითავდა. სუნიც მაგარი აქვს. გადავაგდო. წავით ახლა შევდატილოთ შიგნით. არაიბის გასუფთავების პროცესში სულ მგონია რომ უნდა გავანათო. არა. ეს ბარბარე გაწევთ ახლა. დედა სიცოცხლე. გოგო. აკაც არაფერი აქ ბარბარის გამწმენდი. ტელევიზორის სხვა დაგვრჩა ხალხმა. აბა ძნელი იყო, რასაც უწუნებ, ქალო ძნელი იყო. ვაფშე, ძნელი არის. ვაფშე. აი შეიძლება დღარიან ასულები. ყურდეს კრეფავე. ეს დაგხდა უხუროთ და ტვერი შემოდის. მანქანა შუაში. რამ ხელა ბუზია ღმერთო შემოსული. მოიცა მე ვასიკუდილ, არა, ცოცხლად ვუშვებ ხოლმე. მოდი აქ. მოდი აქ რო გელაპარაკებიან. თუ გინდათ კბილი სიტყვით. გარეთ გაშვება. აჰა. ესეც ესე. ნენელა მე მგონი დრო ყვავილები შემოვაგრძანო შიგნით. იმიტომ რომ გარეთ რა ვიცი. არა სადავლაპარაკობდი. ანუ ისეთი დრო არა, ცივა უკვე. მგონია რომ ზამთარი და შეიძლება ყვავილები გამიფუჭებდნენ. რა ხდებოდა ნინო ციკვაზე? იყო ტასო? რა ვობა? გამოვა თქვენგან რამეო თუ არაო? ჰა? რავი. მარა გაიცი ქალი. ცოტა იქით გაიციე. წვენიან მისკეთ. ჰა, აბა როგორ გავაკეთეთ ან მოძრაობა რაღაცა თქვი რა. შენი რათა გარბეინად თუ რა იყო? არა, გუშინ სპორტი. სპორტის გაკვეთილზე ისა რა გააკეთეთ?
ბუქნები გააკეთეს და სუთახთახით მოვიდა. მაგრამ ცოტა გამიარა. არა უშავდა კუნთები, იმას გიქნდა. გაგივარჯიშდა, რამე ხან ეს რამე არ გაგიკეთებს. ესეც ესე. შენაქრა გინდა უკატასეულო. დაანებე გოგო ხო იცი ხელშეუხებელია ამ ოჯახში. აიმე ამ აბლაბუდებმა ნერვოზი გამიჩინა. ისე გახსოვთ იმაზე რომ ვიყიდე მე ბუერასავით რო არის. მტრების არ აბლაბუდების ჩამოსაწმიდი. ისე კარგა ვხმარო, ისე კარგა რომ რა იყოს. ძალიან მაგრა იღებს აბლაბუდებს. ძალიან მაგრა. ეს ისინიც წავიღო. საღებავები არ მინდა რო აქილაკი. აჰა ეს რა ესე ვარჯობია. რაღაცეებს გაკეთება კი მინდა, მაგრამ მაშინ ყვილა დავიზარი რა. წებოს და რამეების ყიდვა. იმიტომ რომ მასალა არა მაქვს ფაქტიურად ეგე გამოდის და მაგიტო ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ესეც ეს. ხვალე ნახავ ჩემს ბიძაშვილებს. წამხვალ ბარბარე, ხო? ლიზიც იქნება, მარიამიც იქ, ყველანი იქნები. რომელზე მიდიხარ? საღამოთი 4-ზე მე მგონი. მას ნოლოს მორჩი და წამოდი ყველანი იქნებია ლიზი, ლუკა. ხვალ ბიძა ჩემის წლის თავია და ჩემიანები ყველანი იქნებია ნიკ. ხო. იონისაც უნდა უთხრა რა. სამწუხაროა, არა? ესეთი რაღაცა. უბრალოდ ესეთ დროს ხდება ხოლმე უკვე რა არის ხალხო გძან გავანადე. ამ ბოლო ხანებში ესეთ დროს ხდება ხოლმე შინაურების შეკრება, სამწუხარო. არა მასია. დღეს თეთრეულის დარეცხვის ძალიან მაგარი მომენტია, მაგრამ წყალი არ მოდის. და ალაფრანიც არ მაქვს. ეხალაშა თუ გავა გავყვები ალაფრანსაც ვიყიდი და ფანჯრების საწმენდსაც. სამსახურში რო გვაქვს ფანჯრების საწმენდი, ისეთი კაი გემოაქმედი უნდა ვეთქვა. სუნი აქვს რომ რა იყოს რა და უნდა ეგეთი ვიყიდო. ჯერ ის რომ ან წარამარა ჩამოსვლა და რეცხვა არ გინდა და გაშალ. ერთი ჭუჭყიანი ვის გექნება, ერთი სუფთან, ორი ტილო გექნება რა, შავად და თეთრად ჩამოსასმელი და ძალიან კაია. აბა ძნელი იყო. მორჩი დამთავრდა. ეხლა თუ შიგნით ოთახს იმას ვიზავთ, მე უბრალოდ გამოვწმენ და არ ვიცი, შეიძლება ის რაღაცებს ეღარო განახეთ ის გავიტანოთ გარეთ. ესეც ეს. ეხლა წავალ თუ წყალი არ მოდის, იმით გავაცხელებ და დავრეცხო უბრალოდ, იმიტომ რომ დაგროვდა არაკოინეში 100 არის ჭურჭელი. წუხანდელი და დილანდელი. თუ დაველოდო. რა ვიცი, ნახოთ. კარგად. მომავალ ვიდეომდე.